ჯვარებერიძე 9 წლის. სწავლობ სალიბავის ნომერ 2 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და წიგნების კითხვა. ამ ორიდან უფრო მიყვარს წიგნების კითხვა. პირველად წიგნი წავიკითხე ვიყავი 7 წლის. ეს წიგნი იყო ჩიპოლინოს თავგადასავალ. ახლა უკვე წაკითხული მაქვს 10 წიგნი. ჩემი საყვარელი წიგნია ბულერბიელი ბავშვები. მე რომ წერალი ვიყო წიგნს დავწერდი ბავშვების განათლება. კითხავდო არის საჭირო რომ ბავშვები განათლებული იყოს. ჩემ სახლში წიგნებს ყიდულობს ბაბუ. ბაბუ არის მათემატიკოსი და ძალიან განათლებული. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ძმა, დედიკო, მამიკო, ჩემი და ბაბუა, ბებია, კიდევ ერთი ბებია, ჩემი ბიძაშვილები და ჩემი ბიცოლა და ბიცია. ჩვენ ვართ დიდი და ლამაზი ოჯახი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ჰქვია სესილი. ის არის მომღერალი, ლამაზი, ცოტა ცელქი და დამჯერი გოგო. ჩემი აზრით, სესილი რომ გაიზრდება, გამოვა მომღერალი. ძმა არის 4 წლის და ჰქვია ნოე. ნოე არის ცელქი, ფეხბურთელი და მოუსვენარი. ის ალბათ გამოვა ფეხბურთელი. მამიკო არის ვაჟკაცი, ბიზნესმენია და სიმპათი. მე ვარ ბაბუას გოგო. დედიკო არის ბუღალტერი, ლამაზი, დიასახლისიც და პრანჭია. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. მეც კარგი დიასახლისი ვარ და ეს არის დედიკოს დამსახურება. სახლსაც ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელები გავაკეთე ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ახლა ყველაზე კარგად ვაკეთებ ბლინებს. კიდევ რა თქმა უნდა ვადუღებ გემრიელ ყავას. მთელი ოჯახი სიამოვნებით სვამს ჩემს ყავას. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მასწავლებლები ბავშვებს ანათლებენ, ვასწავლიან წერა-კითხვას და ერთგულობას. კიდევ იმიტომ რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია ალექსანდრა გურგენიძე. ყველაზე ჭკვიანია ანგელინა დიასაბიძე. ყველაზე მშვიდია ნუკი ბალაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ნუცა ირემაძე. მე ვარ ყველაზე ერთგული, კეთილი, ლამაზი და პრანჭია. მე რომ გავიზრდები, ვიდა გამოვიდეს ჟურნალისტი. ბავშვობაში ვდოდა გამოსულიყავი ხატვა ახლაც მიყვარს და ჩემით ვისწავლე. ყველაზე ხშირად ვხატავ ქალაქს, ადამიანებს, ბუნებას და გარემოს. ჩემს საყვარელი ფერია იასობისფერი და არ მიყვარს ნაცრისფერი. ვაგროვებ ნახატებს და მინდა მოვაწყო გამოფენა. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ჩემს ბიძაშვილებს, დეიდაშვილებს, კლასელებს, დეიდებს, ბიცოლებს და ბიძიებს. საპატიო სტუმრად დავპატიჟებ ჩემს მასწავლებელს მაია მაწკავას. მაია მასწავლებელი მინდა მიყვარს რო არის ერთგული, გვათამაშებს, კეთილია და ყოველთვის გვეკეთილი. ჩემს ყოველ საგანი არის მათემატიკა, იმიტომ რომ ბაბუა არის მათემატიკოსი და მეც მინდა გამოვიდე მათემატიკოსი. ახლა მინდა ვიყო 11 წლის, იმიტომ რომ მინდა მალე გავიზარდო. გაზდა იმიტომ მიჩქარება, რომ უფრო ლამაზი გავხდე და ჭკვიანი. მე ასევე მიყვარს ცეკვა. უკვე 4 წელია ვცეკვავ ნაპერწკალში. ჩემი ქორეოგრაფებია თამილა ბერიძე და გოგიტა ფაღავა. უფრო მხიარულია გოგიტა მასწავლებელი. თამილა მასწავლებელი არის უფრო სერიოზული და მოუთხოვი. ისე ორივე ძალიან კარგი მასწავლებელი. ჩემს საყვარელი ცეკვა არის განდაგანა. საყვარელი ილეთი არის ეს და ეს. უკვე მქონდა 5 კონცერტი. ყველაზე კარგად დავამახსოვრდა ალანიას გასტროლი. ძალიან კარგად გავხდი და მომეწონა იქაურობა. მე მინდა კიდევ ვიცეკვო 6 წელი. ჭირდა სნური ჯოხი რომ მქონდეს,
ჩემ თავს გავს დიდი, უფრო ლამაზი გავხდებოდი და ჭკვიანი. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ამერიკაში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ბარბარე რო არ მერქვას, რა მერქმეო? მე ბარბარე დამარქვა მამიკოს და ძალიან მოწონს ეს სახელი. მაგრამ ბარბარე რო არ მერქვას, მერქმეო და ნიცა. შემდეგ მონაწილეს ვტოვებ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის პატარა ლეკო. ბედნიერება არის ბავშვებს რომ უხარიათ, სურვილებს რომ უსრულებენ და ბავშვები რომ ვითარდებიან. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.